მოგესალმებით ეთერშია სტასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. როგორც მოსკოვის მექანიზმი არ ცვლის არაფერს ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საერთოდ არ არის საინტერესო ჰააგის ტრიბუნალის საკითხი. უბრალოდ რელევანტური და აქტუალური არ არის. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ჰააგის ტრიბუნალზე შესაძლოა კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. კიდევ ერთ შეკითხვაზე ხომ არ გავა საქართველოს რომის ხელშეკრულებიდან კობახიძემ განაცხადა, რომ არაფრიდან გასვლას არ ვაპირებთ და რომის ხელშეკრულებაში მშვენივრად ვართ. კობახიძემ ასევე განაცხადა ისიც, რომ საქართველოს 2012 წლის შემდეგ უწყვეტი დემოკრატიული წინსვლა აქვს და მოსკოვის მექანიზმის ინიციატორი ქვეყნებზე ბევრად უფრო დემოკრატიულია. დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სცადა, რომ მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გაეთელა მოსკოვის მექანიზმი დააინიცირა, სადაც საუბარია მედიის თავისუფლებაზე, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვები, მოძღვრება და საქართველოს სიყვარული დარჩება მარადისობად. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მიერ X-ზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ანათქვამი. როგორც ბოჭორიშვილი წერს, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი საყრდენი. დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო. ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვები, მოძღვრება და საქართველოს სიყვარული დარჩება მარადისობად. მშვიდობით განისვენოს მისმა სულმა და მისმა მემკვიდრეობამ გვიწინამძღვროს მომავალში, წერია მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში. კრიმინალურმა ქართული ოცნების რეჟიმმა საქართველოს არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ ქართული ოცნება კურსს არ შეცვლის. სამწუხაროდ კრიმინალურმა ქართული ოცნების რეჟიმმა საქართველოს არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა. ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ჩინური გავლენის ვექტორად გადააქცია. მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ ქართული ოცნება კურსს არ შეცვლის, წერს უილსონი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ. მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შემდგომი გაუარესების საკითხიც განიხილეს, თუმცა ამის შესახებ უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამასთან კალასის ცნობით სომხეთის თხოვნით 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირი ქვეყანაში სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის. საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო, როგორც სულიერი მამა ის წინ მიუძღოდა ერს სიხარულსა და მწუხარებაში. გავიგე რომ ის კარგად იცნობდა გერმანიას, მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ, წერს ფიშერი. საქართველოს იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის $15,000-მდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, 18 მარტს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს და კიდევ 11 ქვეყანა დაამატა იმ ქვეყანათა სიას, რომლის მოქალაქეებსაც სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ გარკვეული მოკლევადიანი ვიზებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სავიზო გირაოს პროგრამის მიზანია მნიშვნელოვნად შეამციროს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩება. საქართველოსა და კიდევ 11 ქვეყნის დამატებით მაღალი რისკის ქვეყანათა რაოდენობა, რომლებზეც სავიზო გირაოს პროგრამა ვრცელდება, 50-მდე გაიზარდა. მისი მძიმე ჯვარი, რომელიც თავის სამშობლოსთან ერთად ატარა დღეს უფლისწინაშია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დეპუტატმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საქართველოში კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს. ყველა ადამიანის გული არ აქვს მნიშვნელობა მორწმუნე ქრისტიანი იყო თუ არა, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილით არის აღსავსე, იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი უფლისწინაშია. შეწარსდგა. მისი მძიმე ჯვარი, რომელიც თავის სამშობლოსთან ერთად ატარა დღეს უფლისწინაშია. საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან, განაცხადა ქადაგიშვილმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება. ინტერპრეს ნიუს ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, პატრიარქს კვირას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანეშვიცა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის. როგორც ალენ სიმონიანი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, ილია მეორე იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. დიდი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე ჩვენი სახელით ცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ნათქვამია წერილში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. არაბული და ისლამური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ერ-რიადში გაიმართა, სადაც მათ ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული იერიშები დაგმეს. მინისტრებმა დაგმეს ირანის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე, ნავთობის ობიექტებზე, აეროპორტებზე, საცხოვრებელ კომპლექსებსა და დიპლომატიურ შენობებზე განზრახ განხორციელებული თავდასხმები. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი თავდასხმების გამართლება არ შეიძლება და დაადასტურეს მათი სახელმწიფოების უფლება, რომ გაეროს ქარტიის 51 მუხლის შესაბამისად საკუთარი თავი დაიცვან. ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კატარის ამირესა და დონალდ ტრამპს ესაუბრა. მაკრონის ცნობით ირანსა და კატარში ბუნებრივი აირის ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ კატარის ამირას და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა. ჩვენს საერთო ინტერესებში შედის, რომ დაუყოვნებლივ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, კერძოდ ენერგეტიკული და წყალმომარაგების ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებზე, წერს მაკრონი X-ზე. მისი განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების სამხედრო ესკალაციისგან დაცული უნდა იყოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ათასობით სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასობით სამხედროს გაგზავნა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ირანში ოპერაციის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული ვარიანტები ჰორმუზის სრუტეში ნავთობ ტანკერების უსაფრთხოდ გავლის უზრუნველყოფას მოიცავს. ეს მისია, რომელსაც ძირითადად საჰაერო და საზღვაო ძალები შეასრულებენ, განაცხადეს გამოცემის წყაროებმა. ორი ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლოა ირანის სანაპირო ზოლზე ამერიკელი სამხედროების განლაგებას მოიცავდეს. ასევე ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ხარგის კუნძულზე ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობაც განიხილა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა. ისრაელი ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების გამო, გაბრაზების გამო სასტიკად დაესხა თავს ირანში მდებარე სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სახელით ცნობილ მსხვილ ობიექტს. შედარებით მცირე ნაწილი დაზარალა, წერს ტრამპის სოციალურ ქსელში. მისი მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა ამ კონკრეტული თავდასხმის შესახებ. კატარიც არანაირად არ იყო ჩართული მასში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა. არ მინდა ამ დონის ძალადობისადან გრევის ავტორიზაცია ირანის მომავალზე გრძელვადიანი შედეგების გამო, მაგრამ თუ კატარის თხევადი ბუნებრივი აირის საბადოზე კვლავ თავდასხმა განხორციელდება, უყოყმანოდ გავაკეთებ ამას, აცხადებს ტრამპი. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.